გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, რომელსაც უძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ამ დროიდან თქვენ ჩვენს ერთგულ მაყურებლებს და მაყურებლებს და რადიო მსმენელებს შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2388 თემა იქნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. შეგახსენებთ, რომ გუშინ რესტორან ბაბილოში სასამართლო კლანის წარმომადგენლებმა კორპორატიული წვეულება გამართეს, რასაც დიდი დაპირისპირება მოჰყვა საზოგადოების წევრებსა და მოსამართლეებს შორის, მათ შორის სამართალდამცავები იყვნენ იქ, რომლებიც ცდილობდნენ დაეცვათ მოსამართლეები იმ შესაძლო დისკომფორტისგან, რომელიც მოსალოდნელი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, 9 პირი იქნა დაკავებული. აღსანიშნავია ის, რომ კორპორატიული წვეულების მოწყობის მიზეზი ზუსტად ჯერჯერობით კვლავ არ არის ცნობილი, თუმცა ფაქტია, რომ ამ ყველაფერმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამიტომ ჩვენ ვსვამთ დღევანდელ ეთერში შეკითხვას დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე მორალურად გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა მურუსიძის კლანის მიერ დემონსტრაციულად გამართული წვეულება. ხალხს უსვამ, ეს იყო დემონსტრაციული ღონისძიება და ბანკეტი კორპორატიული ხასიათის, რომელსაც ესწრებოდნენ მოსამართლეთა ის გამორჩეული ნაწილი, რომელიც მურუსიძის კლანის სახელით არის ცნობილი და რა თქმა უნდა იქ არ იყო მიწვეული ყველა მოსამართლე. როგორ აფასებთ ამ ყველაფერს, რა არის თქვენი სათქმელი, რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც ამ კადრებს და ამ გუშინდელ ხმაურიან მოვლენებს ადევნებდით თვალყურს და საერთოდ რა არის მიზანი იმის, რომ დემონსტრაციულად ხდება მსგავსი ტიპის წვეულებების და ღონისძიებების გამართვა და არა ვთქვათ რომელიმე ამ მოსამართლის სახლში. ვიცით, რომ სასახლეების მფლობელები არიან ამ კლანის წევრების დიდი ნაწილი ფინანსურად შეძლებული ადამიანები, მათ არ გაუჭირდებოდათ, რომ პრივატულ გარემოში მოეწყოთ გნებავთ წვეულება, გინდათ კორპორატიული ღონისძიება, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ გამოსაჩენ ადგილას, შუშებიან რესტორანში, საიდანაც ყველაფერი კარგად ჩანს, ყველას დასანახად მოეწყოთ მსგავსი ტიპის საღამო. პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გუშინ საღამოს გამოეხმაურა იმ ხმაურიან მოვლენებს, რომელიც თბილისში განხორციელდა. მე მინდა წაგიკითხოთ ეს განცხადება. ირმა ინაშვილი წერს: არ არის ქვეყანაში ის ვითარება, რომ მოსამართლეთა სრულიად დისკრედიტირებული კლანი პომპეზურ ბანკეტს მართავდეს და ყელმოღერებული ზეიმობდეს. მეც ვიტყოდი, რომ ეს მეტნაკლებად პატიოსან ხალხს ეხებოდეს და არა მურუსიძის დეგრადირებულ კლანს. ამათ საერთოდ რა უნდა მოთხოვო და რომელ ზომიერებასა და გონიერებაზე უნდა ელაპარაკო? ქვეყნის მართლმსაჯულების წამყვანი პირები რომ სიტუაციას ვერ გრძნობენ, ადგილისა და დროის შერჩევის ტვინი არ აქვთ. ამათი განაჩენის იმედი როგორ უნდა ჰქონდეს კაცს? ან ამას განზრახ ცინიკურად აკეთებენ, რომ ისინიც კი გააბრაზონ, ვინც დღეს ჯერ კიდევ არ არის გაბრაზებული და ეს კიდევ სხვა მსჯელობის საგანია. წადი დალოცვილო და თუ ასე გემღერება და გეცეკვება, სხვა ადგილი შეარჩიე. თვალს მაინც მიეფარე. ამას რა დიდი ანალიტიკური უნარები უნდა? ან რომელი სიმართლისა და სამართლიანობის მსახური და დარაჯი შენ ხარ, რომ ხალხს შენი გადაწყვეტილებებით აბედნიერებდე და მერე საკუთარი სიკეთით გახარებული ცეკვა სიმღერის ხასიათზე დგებოდე? სირცხვილია ეს ყველაფერი. ეს ხალხი ჩამოსაშორებელია სასამართლო სისტემიდან. ამას ვამბობთ ჯერ კიდევ 2012 წლიდან. წერს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში და ამ მის პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში, მხარი დაუჭირეს მას საზოგადოების წევრებმა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ, როდესაც ეს განცხადება გააკეთა. რას ფიქრობთ თქვენ, ჩვენი მაყურებლები და რადიო მსმენელები? როგორია თქვენი შეფასება, თქვენი პოზიცია? ამ დროიდან შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 2388 105. ღია ჩვენი ეთერი ნებისმიერი მოსაზრებისთვის, ნებისმიერი შეხედულებისთვის. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს
საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე მორალურად გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა მურუსიძის კლანის მიერ დემონსტრაციულად გამართული წვეულება. სწორედ ამ შეკითხვას ვსვამთ ჩვენ ინტერაქტივში, კადრებსაც ვიხილავთ ახლა უკვე იმ ღონისძიებისა, რომელიც გუშინ გაიმართა და დიდი ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა მას. პირველი ზარია გადაცემაში, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. მე არ მიკვირს მაგალითად მოსამართლეების ასეთი საქციელი, იმიტომ რომ ხალხი იმაზე რომ გაჩუმდა, რომ 152%-ით პარლამენტის წევრებმა რომ ხელფასი მოიმატეს და არც პენსიონერებს, არც ომის ვეტერანებს, არც ომში დაღუპულთა ოჯახებს არავითარი შეღავათი არ გაუწიეს და არაფერი არ მოქმედეს მათი კეთილდღეობისთვის და რა თქმა უნდა ეს რომ მოვითმინეთ ახლა მოსამართლემ თუ რესტორანში კეიფი გამართა, ამაზე არ ამგონია რომ რაღაცა ჩვენმა მოქალაქეებმა დიდი რაღაც უარყოფითი რამე გამოიჩინონ. ძალიან ბევრს ვითმენთ და რატო ვითმენთ ეს არ მესმის. ნამდვილად ვეთანხმები ირმა ინაშვილის გამოსვლას, რომ არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. კარგად გრძელდება. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. შეგახსენებთ რომ გუშინ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა მოსამართლეების იმ ნაწილის კორპორატიული წვეულება, რომელიც მურუსიძის კლანის სახელით არის ცნობილი, ყველა მოსამართლე არც იყო მიწვეული რეალურად. ამას მოჰყვა დიდი დაპირისპირება და ხმაური აღნიშნულ რესტორანთან. დაკავებულია 9 პირი, რომელთა სასამართლო პროცესებიც დღეს მიმდინარეობს უკვე. დიდი ხმაური, დიდი დაპირისპირება იყო, სპეცრაზმის გამოძახებაც კი დასჭირდა ხელისუფლებას იმისთვის, რომ ვითარება განიმუხტა. ისმოდა მთელი საღამოს განმავლობაში სხვადასხვა სიმღერები ამ რესტორნიდან თბილისის, გარეთ კი ხალხი შეძახილებით ხვდებოდა თითოეულ მოსამართლეს, რომელიც რესტორანში შესვლას ან გამოსვლას ცდილობდა და ბოლოს სპეცრაზმის გამოყენებით, როდესაც დასრულდა ეს წვეულება და ატოვებინეს შენობა მოსამართლეებს. ამ ვითარებაში, ამ დაძაბულ ვითარებაში, ვთქვათ, მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თუ არა ასეთი დემონსტრაციული საზეიმო ღონისძიებების გამართვა მოსამართლეების მხრიდან განსაკუთრებით, რომლებიც პრინციპში უნდა იყვნენ რაღაც მაგალითი, რაღაც ღირსების და ზნეობის თვალსაჩინო წარმომადგენლები და მუდმივად იცავდნენ ზომიერებას. ეს დავინახეთ თუ არა გუშინ, თქვენი ემოცია როგორი იყო? გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა დგენეცალე. პირველ რიგში მოგილოცავთ ამ შობა ახალ წელს, ახალ 2025 წლის მეც გილოცავთ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. იცით რაშია საქმე? აი ესეთი სიტუაცია რო არის საქართველოში, აი ეს დაძაბული სიტუაცია, ხო? არ შეიძლება რომ აი თითქოს ისეთ შთაბეჭდილება დამრჩა მე პირადად, რომ სპეციალურად აკეთებენ მოსამართლეები ასეთ რაღაცას. აი ხო შეიძლებოდა რომ ის აი ესეთი ამბავი დახვდათ იქ რესტორანთან და პატიოსნად, აი უფრო პატიოსან შთაბეჭდილებას დატოვებდა ის მომენტი, რომ უკან გამოტრიალებულიყვნენ, ხო და არც არაფერი არ მოხდებოდა. აი თითქოს რაღაც აი თითქოს თვითონაც იბრძვიან, აი რაღაცის გამო იბრძვიან ეს მოსამართლეები, რაღაცას უმტკიცებენ, თუ რაშია საქმე არ ვიცი. აი ძალიან ამას რძენის ანახავი იყო ეს ყველაფერი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ხო, გეთანხმებით რომ რაღაც დემონსტრაციული სახე ქონდა ამ ყველაფერს, რომ ჩვენ თუ კი რამეს გადავწყვეტთ, ბოლომდე მივიყვანთ, არსად უკან არ დავიხევთ, არაფერს არ მოვერიდებით. მე ის განცდა დამრჩა, მაპატიეთ თუ ვცდები. ყოველ შემთხვევაში კორპორატიული წვეულებების გამართვა შეიძლებოდა ნებისმიერ სხვა ადგილას, მით უმეტეს ამ ვითარებაში, ალბათ ხომ, არ ვიცი, თქვენ რას იტყვით, ჩვენი მაყურებლები და რადიო მსმენელები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ აგრეთვე გვახსოვს მაგალითად რამდენიმე წლის წინ შეზარხოშებული ბატონი მურუსიძე, რომელიც ანალოგიური ტიპის წვეულებაზე იმყოფებოდა სხვა თავისი კლანის მოსამართლეებთან ერთად და შემდეგ ნასვამი გამოვიდა ჟურნალისტებთან და ლექსებს ყვებოდა და რა ვიცი იცინოდა, როგორც ჩანს ვერაფერი გამოცდილება ვერ მიიღეს, ან კიდევ ამას მართლა შეგნებულად აკეთებენ. არ ვიცი მე აქ რა არის რეალური სურათი ამ მდგომარეობისა.
2.388.105 არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე მორალურად გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა მურუსიძის კლანის მიერ დემონსტრაციულად გამართული კორპორატიული წვეულება. Აი ამ შეკითხვას სვამთ ჩვენ ობიექტივის პირდაპირ ეთერში, თქვენ გვისმენთ რადიოსი ხშირეზე FM 105.1, ტელევიზიით კი მთელი საქართველოს მასშტაბით, უცხოეთში კი თანამგზავრით ობიექტივი მაუწყებლობს აგრეთვე ინტერნეტში. ჩვენი ვებგვერდია ობიექტივი.ge და სხვადასხვა ვებგვერდებზეც პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია ხორციელდება. მათ შორის ჩვენი YouTube არხი არ გამოგჩეთ, ქართული ასოებით ობიექტივი და აგრეთვე ქართული ასოებით აგრეთვე მედიაკავშირი ობიექტივი უნდა აკრიფოთ Facebook-ში და გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, რომელიც გთავაზობთ მუდმივად ყველა საინტერესო ახალ ამბავს. 2.388.105-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ახლა ხაზი თავისუფალია მე მანიშნებენ და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ უპრობლემოდ, მოგისმენთ დიდი სიამოვნებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენი აღქმა, თქვენი განწყობა, როდესაც გუშინდელი კადრები ვნახეთ, რომელსაც ახლაც პრინციპში ეთერში გთავაზობთ, აი რა ემოცია დაგეუფლათ და რა არის თქვენი სათქმელი ამასთან დაკავშირებით. ხშირია სამწუხაროდ, ხშირია ის ფაქტები, რომ ადეკვატურობას კარგავენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ხანდახან ძალიან სასაცილო გარემოებები იქმნება ქვეყანაში, რაც არ უნდა აკადრონ ამ ქვეყნის მოსახლეობას. ნამდვილად ჩვენ არ ვიმსახურებთ, რომ ასეთი ცინიკური დამოკიდებულება იყოს გინდათ ოპოზიციის მხრიდან, გინდათ ხელისუფლების მხრიდან. ხშირად ნამდვილად კომიკურ სახეს იძენს ის მდგომარეობა, რომელიც იკვეთება ხოლმე. და ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაც საზოგადოების არის, რომ ყოველთვის არჩევნებზე უნდა დავანახოთ მათ ჩვენი სათქმელი, ჩვენი პოზიცია და გავცეთ ამით პასუხი. სხვა შემთხვევაში უფრო და უფრო მეტად ხდება, ვთქვათ, ეს სურათი კომიკური, რასაც ვიმეორებ ხშირად ვხედავთ. ზარია გადაცემაში, მოგესალმებით, დაიწყეთ. დაიწყეთ საუბარი, ტელევიზორს გამოურთეთ ხმა და დაიწყეთ. გამარჯობა თქვენაცალე. ჩემი აზრით ეს ნიშნავს ძალიან დიდ ბოდიში ვიხდი ამ გამონათქვამისთვის. ფეხებზე მკიდიხარ სულ ყველა ჩემი გულის ჭია გავახარო. ეს არის და ეს. დიახ. აი თქვენ რა შთაბეჭდილება დაგჭათ ხალბატონო, რომ ეს პოლიციელები თვითონაც მე მგონი უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ, რომ აი ასეთი საქმის შესრულება უწევდათ, რომ რესტორნის წინ იდგნენ პოლიციელები და რესტორანს იცავდნენ თითქოს თუ რა გამოვიდა. არ არის გამართლებული, მით უმეტეს ამდენი ხალხი არის გამოსული და ამბავია და ეს არის გამაღიზიანებელი პირდაპირ. ხო შეიძლებოდა მართლა სხვაგან წასულიყვენ და ასე სააშკარაოზე არ გამოსულიყვენ და სხვაგან წასულიყვენ რა. ისეთ სადგიზე რომ ეს ოპოზიცია არ მოსულიყო. არ გააღიზიანებია ოპოზიცია. მადლობა თქვენს არისთვის. 2.388.105 ეს სტუდიის ნომერია. შეგიძლიათ თქვენი შეხედულებებით დაგვიკავშირდეთ. მორიგი ზარია ეთერში. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით ხალბატონო, გისმენთ. ალო, გილოცავთ ახალდელს და ეს არის ბრავას თუ კარგად იყავით. თქვენც ასევე გილოცავთ. რა უნდა გითხრათ, შვილო, იცი? დიახ. კარგი ქეიფობდე, მაგრამ სვიშტოკიანი ხოსტარი არა, კიკე ვაშადე. გიორგი, არის კიკე ვაშადე. რომ ქეიფობდეთ და ბავშვები აქ იმას მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ პოლიციელებს. მაშინ რატო არ გამოხვედით? რატო არა იმაშებით ამ იმას აი მაგ პოიმაზე რო ლაპარაკობთ მოსამართლეებზე გუშინ წინ პოლიციელებს სახეში ლედა ვიღაცა გარეთ არ მაქალდა პოლიციელები ჩვენ არ გვისავენ შილო ხო ყველაფერს რატო იმას მიახდით რომ წუხელი იქეიფეს მოსამართლეება წყალმა დაიღო მაგ მოსამართლეები მაგრამ პოლიციელებს რო სახეში გააცხა ქალმა რატო არ აკეთებს მაგის იმას გადაცემას და ატა ხალხი რას იცის აი ის პოლიციელები ჩვენ გვისავენ შილო გვისავენ
ტყვის ვამბო? არა, რა თქმა უნდა, პოლიციელები ჩვენ გვიცავენ და ამისთვის მადლობა მათ. მე რატო არ აკეთებთ ასეთი მას გადაცემა? აი, სალომე ზურაბიშვილი ავიღოთ. ჩვენი ქვეყნის მოღალატე პრეზიდენტი. რა ამბავშია? რატო არ აკეთებთ იმას გადაცემას? აბა ხალხი რას იტყვის? აი, გააკეთეთ ეს. გააკეთეთ. ქალბატონო. დაანგრია მაგან და ხელმა იმას. ჩვენ რა გვეშველება? ქალბატონო, შეკითხვა მაქვს თქვენთან. მანამდე გიპასუხებთ თუ უფლებას მომცემთ, რომ ყველა თემაზე და ყველა მიმართულებაზე ყველა მიმართულებაზე ვაკეთებთ ჩვენ გადაცემებს პირადად მე სალომე ზურაბიშვილის პერსონაზე, რომელიც ჩემთვის ყოველად მიუღებელია, არაერთი გადაცემა მომიმზადებია და ინტერაქტივებიც მათ შორის. მათ შორის ძალადობაზე, რაც პოლიციელების მიმართ მოხდა, ამაზეც გამიკეთებია გადაცემა და პლუს მომიტინგეების მიმართაც რომ იყო ძალიან დიდი აგრესია და ძალის გადამეტება ამაზეც, მაგრამ დღეს ახლა ჩვენ შეკითხვა გვაქვს კონკრეტული აი ამ მოსამართლეების დემონსტრაციულად кейპზე. თქვენ მოგეწონათ ეს ლამაზი იყო თქვენი აზრით? ვაიმე, ისე მომეწონა, შილო кейფობდა. სალომე რო кейფობდა ლობია სალობიეში და მიუწვიდე მაგ ოპოზიცია ის როგორ იყო? ეგეც არ მომეწონა მე, მაგრამ ესეც არ მომწონს. არა, ყველა შეუძლია кейფი. დაწერეს მე შილო, მე დავიკითხე რომ ჩვენო უფლება გვაქვს წელიწადში ორჯერ გავაკეთოთ. სადაც გვინდა ვიქივლეთო. მე მოსამართლეები არ მიყვარს შილო. მე აი გეპიცები. რატო იცი? თავისი გაუმარჯოს თავისი. ქალბატონო, კი მესმის თქვენი, მაგრამ ჩვენ შეგრძნება ხომ უნდა გქონდეს არსებული ვითარების და რეალობის განსაზღვრა. შილო, ვისმინე გააკეთე ეს გადაცემა რაც გითხარი იმაზე, აი მომხანე გული მოგვიმხანეთ გეხვეწებ. მადლობა თქვენს. არის აუცილებლად ყველა მიმართულება შევეხებით ჩვენ და გავაკეთებთ ყველა თემაზე გადაცემას, რაც აქტუალურია. ხო, თქვენ ახსენეთ ბათუმელების რედაქტორი, რომელმაც ჟურნალისტია ეს ქალბატონი შემოულაწუნა ერთ-ერთ პოლიციელს და არ იყო ეს ლამაზი სანახავი ახლა რა მოსაწონი ეს არის. გეთანხმებით ამაში სრულებით. მაგრამ ისიც არ არის მოსაწონი, რაც გუშინ მოხდა თბილისში. რა სანახავი ეს იყო? არც ის მომწონს, რომ კვერცხებს ესვრიან, არც ის მომწონს, რომ უკან არიხევენ არაფერზე და პროტესტის, ჩხუბის და დაპირისპირების მიუხედავად მუსიკა, кейფი და ღრეობა მიმდინარეობს. თან ეს არ იყო ყველა მოსამართლის ღონისძიება. ეს იყო კლანის ღონისძიება, მურუსიძის კლანის, მურუსიძე, რომელმაც სანდრო გერგლიანი საქმე გამოიძია და როგორ გამოიძია და როგორი სამართალი მივიღეთ, გვახსოვს და კიდევ ბევრი. სააკაშვილის მოსამართლეები არიან ესენი, რომლებიც დღემდე შეინარჩუნეს. და ამათ მიმართ როგორ შეიძლება ვინმეს რაიმე სიმპათია ქონდეს. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა ილია საყვარელი. გამარჯობა. გილოცავთ ძველი ახალწელს ამხამდგება ახალი წელი მრავლს და ეს მეც გილოცავთ ქალბატონო, შობას გილოცავთ პირველ რიგში და შემდეგ ძველი ახალი წელი უკვე შემოდის. მომისმინე ჩემო საყვარელო ბიჭო, რა თქმა უნდა ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც ასეთი მდგომარეობა ქვეყანაში ამდენი ღარიბი ადამიანია, ამდენი გაჭირვებულია, ბავშვები შიმშილობენ და ასეთი ღრიანწელი და ღრეობა ნამდვილად არ არის ლამაზი. მაგრამ ეხლა კიდევ ამას ვიტყვი. განა ეს მურუსიძე და მისი კლანი სააკაშვილის დროს არ ბაირამობდნენ, არ კეიპობდნენ. კი, მაშინაც ბაირამობდნენ და ახლაც. кейფობდნენ. ამდენი ტელევიზია და ამდენი ხალხი, რომელიც არის ძალიან შეწუხებული მათი кейფით, რატომ მაშინ ვერ გამოდიოდნენ? მე და თქვენნაირები გამოვდიოდით, ჩვენ გამოვდიოდით, სხვათა შორის. ვიცი, ხო, თქვენ გამოდიოდით, მაგრამ კვერცხებს და ჯანდაბებს არ ესწავლდით, ხო, და არ ვამბავდით. მე ვიცი, ვინც გამოდიოდა და როგორც გამოდიოდა, მაგრამ აი ესენი რომლებიც არიან, აი ამ ტელევიზიებით თავიანთი მიკროფონებით რომ დარბიან. ისინი რატო ადრე არ გამოდიოდნენ აი ეს გეთანხმებით 100%-ით გეთანხმებით. ისე რომ მინდა რომ ჩემს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ჩემო ილია, ყველანი დავწყნარდეთ, ერთმანეთს შეურიგდეთ.
მოვეფეროთ რა ვიცი უკვე აი რა გითხრა შვილო მოკლედ მინდა რომ იყოს სიწყნარე და სიმშვიდე საქართველოში აი ყველაფერი კარგად რომ მოგვარდება მე რამდენიც უნდათ აი სულ ყველაფერი როცა მოგვარდება როდესაც ღარიბი ხალხი არ იქნება როდესაც გაჭირვებული ხალხი არ იქნება რომ ბავშვები დაპურებულები იქნებიან მე რამდენიც უნდათ იმდენი რესტორნებში გადაუხდიათ кейფი და ასე შემდეგ დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის მადლობა რომ დაგვირეკეთ 2-388-105 სტუდიის ტელეფონის ნომერია დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე რა შტაბეჭდილება გაგიჩნდათ როდესაც გუშინდელი კადრები ნახეთ სადაც მოსამართლეების ის განსაკუთრებული კლანი რომელიც ამ სისტემას პრინციპში ზედამხედველობას უწევს და მურუსიძის კლანით არის ის ცნობილი გუშინ კორპორატიულ წვეულებას მართავდა ესე სახალხო დემონსტრაციულად დიდი შეხლა შემოხლისა და დაკავებების ფონზე. ზარია ეთერში გისმენთ. მოგესალმებით ბატონო ილია გილოცავთ ახალწელს. მადლობა მეც გილოცავთ ქალბატონო. და ცოტა განსხვავებული აზრი მექნება, იცით დღესასწაულის დღეებია და ის მოსამართლე იქნება თუ არა მოსამართლე ნებისმიერ ადამიანს სადაც უნდა იქ შეუძლია აღნიშნოს დღესასწაულები. ეს ერთი. მეორე მე ძალიან გამიხარდებოდა ირმაინაშვილი პარლამენტში რომ შესულიყო თავის დროზე ნაციონალების გავლენის ქვეშ არ ყოფილიყო და მისი ძარღვიანი სიტყვა პარლამენტიდან არა ირმაინაშვილი ნაციონალური მოძრაობის ზეგავლენის ქვეშ არასდროს არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდა და ირმაინაშვილი არა მაშინ სხვათა შორის დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის მაშინ პატრიოტთა ალიანსმა თქვა რომ ჩვენს თავზე მომხდარ უსამართლობას ვაპროტესტებთ ჩვენ ვრჩებით ჩვენი სიტყვის ერთგული და არ შევდივართ ამ პარლამენტში მესმის ახლა ეს აზრთა სხვადასხვაობა ამ თემაზე ზოგმა მოიწონა ეს რომ არ შევიდნენ და პრინციპულობა შეინარჩუნეს და არ გაამართლეს ის манипуლირებული არჩევნები ზოგიერთს ეს არ მოეწონა მესმის ყველა აზრი მისაღებია მაგრამ ირმაინაშვილს და პატრიოტთა ალიანსს იმას ვერასდროს დააბრალებ რომ ვინმე ზეგავლენის ქვეშ მოექცა მით უმეტეს ვიმეორებ ნაციონალური მოძრაობა შევიდა იმ პარლამენტში მაშინ ძალიან კარგად და ერთადერთი პატრიოტთა ალიანსი განცხადების შეტანიდან მეორე დღესვე გამოუშვა ქართულმა ოცნებამ და დაატოვებინა მანდატები მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას სამი თვე ეხვეწებოდნენ შემოდიოდა ძლივ შეიტყუეს შარლ მიშელის ჩართულობით მორიგი ზარია ეთერში გისმენთ გამარჯობა ბატონო ილია. გამარჯობა ქალბატონო გილოცავთ შობას ახალ წელს. და ჯანმრთელობას გისურვებთ და სიმშვიდეს მთელ საქართველოში, რაც თქვენ ძალიან გინდათ მე ვიცი. ნამდვილად. ბატონო ილია, იცით რა შეა საქმე? გასაგებია რომ ხელისუფლება ბევრ რაღაცაში დამნაშავეა. მიუშვა ძალიან ყველაფერი და ეხლა უკვე აი ნახით ისე გათამამდნენ და განებივრდნენ რომ ძალიან ზედმეტებში გადადიან. გასაგებია, მაგრამ პატრულთან რა უნდათ ეხლა? იქ სხვა ახალგაზრდა ბიჭი არიან ის რომ დამპალოს ეძახი პატრულს და მოხალატეს ეძახი პატრულის ბიჭებს და თან აფურთხებენ და ესვრიან ქვებს და იყო ისეთი შემთხვევაც რომ ჩემმა ახლობელმა მითხრა იქ მუშაობს მაგ სისტემაში და მისმა ძმაკაცმა შვილი არასოდეს აღარ ეყოლება ისეთ ადგილას მოხდა ის ცეცხლს რაც ესროლეს ის რასაც ისვრიან რა საახალწლოდ ნუ რა ვიცი დამავიწყდა ხლა იმის სახელი ისეთ ადგილას მოხდა რომ იმ ბიჭს ოპერაცია გაუკეთეს და შვილი არასოდეს უკვე აღარ ეყოლება ხო ახალგაზრდა ბიჭი განადგურდა და გაუბედურდა და ძალიან ბევრი პატრული დაშავდა და ეს ზედმეტებში გადასვლაც არ შეიძლება ხო ზღვარი აქვს ყველაფერს არა ხა როგორ შეიძლება პატრულს ვაფურთხებ ხა პატრული ხომ არ არის ის პიროვნება რომ მას მოთფინების ის კონდეს უფლება და მოგითფინოს ის არ მოგითფენს არა ძალიან ზედმეტებში გადადიან და ასე არ შეიძლება ეხლა ეს უკვე აი მარაზმია მართლა საშინელება ხდება და მაშინ სად იყვნენ ეს ჟურნალისტები სად იყო იგივე გრიგოლია სად იყო ეს ჟურნალისტები როდესაც ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ როდესაც უნდათ გირგვლიანი რა დღეში ჩაგდეს და როგორ აწამეს და თეთრაძე გაგუდეს და გააუპატიურეს და აუპატიურებდნენ ციხეებში ერთი არ მახსოვს რომ ეს ჟურნალისტები ეხლა რომ გამოდიან და ეს ადამიანები ეხლა რომ გამოდიან რომელიმე გამოსულიყო თქვენი პარტიის გარდა იმიტომ რომ ჩვენ მაშინ მიტინგებზე გამოვდიოდით აი თქვენ პარტიასთან ერთად ძალიან კარგად მახსოვს რუსთაველზე რომ გამოვედით და ირმაინაშვილი რომ გამოვიდა და დაასახელა კიდე ზგვარები აი მწამებლების ხო კაციშვილი ხმას არ იღებდა და აი მაშინ რომ ხმა ამოეღოთ მაშინ ეხლა მე ვირწმუნებდი და ეხლა
იმ დროინდელი დროის შედარება დღევანდელ დროსთან ნამდვილად არ შეიძლება. ეხლა ნამდვილად რეჟიმი არ არის. უბრალოდ ამ ხელისუფლებამ ძალიან გაათამამა ეს პროტესტანტები, ძალიან გაათამამა ეს ოპოზიცია და თავიდანვე უნდა მიიღო მკაცრი ზომები, მაგრამ აი დასავლეთის ჭკუაზე რო გაიარა და დასავლეთმა რომ აუკრძალა ყოველივე ეს აი მისი ბრალია. ამიტომ ყოველთვის უნდა გაატარო ის კანონები, რაც შენი ქვეყნისთვის არის მისაღები და არასოდეს არ უნდა გაიარო არ დასავლეთის ჭკუაზე და არც აღმოსავლეთის ჭკუაზე. და ეხლა უკვე ძალიან გვიანია და ერთი მინდა ბატონო ელია კიდე რა გთხოვოთ, იცით, იქნებ გავაკეთოთ მიტინგი, თითქმის უკვე 11 წელი გავიდა და მიტინგი უკვე აღარ ქონია პატრიოტ ალიანს რომ ღმერთმა დაიფაროს და აი ეს ნაციონალები რომ მოვიდნენ ისევ ხელისუფლებაში, ნუ რაღაც საშინელება იქნება ქვეყანაში, ყველას ჩაგხოცავენ, ვინც მათი მხარდამჭერი არ იქნებით და ვაი და თქვენ პირველ ადგილზე არ გახვედით და თქვენ არ გაიმარჯვეთ. რა გვიშველება მეტი, რა გვიშველება მაშინ, ამიტომ რაღაცა მიტინგი მოვაწყოთ, რაღაცა უფრო მეტი ბრძოლაა საჭირო რომ გავიგოთ რამდენი ხავს პატრიოტ ალიანს ხარდამჭერი. ხომ უნდა გავიგოთ არა რომ რაღაცა რომ მოხდეს და ისევ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. ეს საშინელი ადამიანები, ეს ნაცისტები და ფაშისტები რომ მოვიდნენ და ქვეყნის მტრები ყველას ჩაგხოცავენ და უარესი მდგომარეობა იქნება ვიდრე იყო და ომის გარდაუვალია რომ იქნება. გარდაუვალია რომ ესენი ომს დაიწყებენ და ესენი ყველა გაიქცევიან, სულ ყველა გაიქცევიან ევროპაში და ამერიკაში. გასაგებია თქვენი მოსაზრება, დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. სამართლიანობისთვის ერთი რამ უნდა ვთქვა, რომ ინგა გრიგოლია ახსენეთ თქვენ და მე ახლა არავის დამცველი არ ვარ, მაგრამ ინგა გრიგოლია იმ დროსაც ოპოზიციაში იყო სხვათა შორის და სატელევიზიო გადაცემებს აკეთებდა ოპოზიციურს და მე როდესაც მიჭერდნენ 17-18 წლის რო ვიყავი, იყო შემთხვევები რომ საკუთარ ეთერში ჩამფრთო მაშინ ტელეკომპანია იმედის ეთერში ინგამ და ამას ვერ დაუვიწყებ უბრალოდ. დანარჩენ ჟურნალისტებზე გეთანხმებით, რომლებიც დღეს დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ყველას არ გულისხმობ, მაშინ ვერ ხედავდნენ ვერანაირ პრობლემას და ახლა არიან აღშფოთებული რატომღაც. მხოლოდ ამით და მათი ობიექტურობა იქნებოდა ვთქვათ თვალსაჩინო თუ კი გვეცოდინებოდა რომ წინა ხელისუფლების დროსაც აპროტესტებდნენ იმ უსამართლობას, რასაც დღეს აპროტესტებდნენ. ორივე გასაპროტესტებელია ხომ ახლა არც ერთი არ იყო კარგი. მთელი 12 წელია ქართული ოცნება ამბობს რომ ვითომ ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ სინამდვილეში აძლიერებს და წინ წევს ამძალებს, გვეუბნება რომ ჩვენ თუ არა ნაცები დაბრუნდებიანო, ამ დროს კი ვერანაირი ნაცები ვეღარ დაბრუნდებიან ამ ქვეყანაში, თუ კი პატრიოტული და ეროვნული ძალები გაძლიერდებიან. და ხელისუფლება ამიტომ შეგნებულად აბრკოლებს და აფერხებს და ხელს უშლის ამ ეროვნულ და პატრიოტულ ძალებს, რომ გაძლიერდნენ. ერთმანეთი ძალიან კარგად აწყობს ამ ორს. ერთმანეთთან ძალიან კარგად თანამშრომლობენ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ჩანს თითქოს დაპირისპირებული არიან. მორიგი ზარია გადაცემაში, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. მომიგოსია ილიას შობახარისელი ჯანმრთელობას გისურვებ. დიდი მადლობა, მეც გილოცავთ, დიდი პატივისცემით. აი რა არის, ილია გენასვალი ვიცი, მე დებერი ვარ უკვე დავბერდი უკვე და მე ხლა აი მანამდე საქართველოში ეს საერთოდ არ მაისპობა ეს ფაშისტი ელჩები აღვიდნენ ამ კრობას აგეცებდნენ ეს ელჩები როგორ შეიძლება ამდენი საერთო გასო ერთი მუჭა ქვეყანა ვარ და 40-60 საერთო შეიძლება იყოს რა ხდება ის ილია აი თელავის რაიონში არაბებს მიიყიდეს მიწა თელავის რაიონში ჯუღანია სოფელი ნახალე უთიხიდან აი რა ხდება ილია ვინი და ის მიწა ვინი რა ნაცემმა დააკლეს ამოცებამ გადაათავაზიდე ეხლა 31-იანი ქართობია არაფსა არაბი ვინებსაშენებს სამოდადი ნახეს გასო იხმანეთ კუის ვიზახი ნახეთ რაღაცა და ქართემო დააწყობე აშენებს ვინებს არაბებს უჯერებს ეს ვინ გააკეთა ქართველებმა გაყიდეს შეგავლა მიწები იგივე პიზიანი ისოდეს ჩამოგდადი თელავის რაიონის სოფელი ჯუღანში ნახავთ რამდენი ხდება დიდი მადლობა არა დაიმალოს ეს ამბავი ვინ გაყიდა ნახება და რასმაღია სამათია სულაც გადაათავეს რა სულაც დაუთავეს საჭიროა ამდენი საერთოები არ იყოს
ამდენი ერთები გავადეღოთ აქედანო მშვიდობა იყო ეს საქართველოში მადლობა თქვენს არისთვის დიდი პრობლემაა ის რომ მიწები იყიდება უცხოელებზე მასიურად და მე მქონდა მოლოდინი რომ ამ არჩევნების შემდეგ საქმიანი მსჯელობა დაიწყებოდა პოლიტიკოსების მხრიდან განსაკუთრებით ქართულ ოცნებაზე მაქვს საუბარი რომელიც ბევრ საინტერესო რამეს გვპირდებოდა არჩევნების წინ მაგრამ დასრულდა ეს არჩევნები გავიდა უკვე თვეები და ისევ საუბარი გვესმის აბა ნაცები გინდა აბა ეს გინდა და რეალურ საქმეზე არ გადადიან ისევ იმიტომ რომ ეს ვითარება ყველაზე კარგად აწყობთ ყურადღების გადასატანად ყველაზე მთავარი თემებიდან ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანში როგორ დაბრუნდება ნაციონალური მოძრაობა როდესაც 9% ძლივს აქვს და პატრიოტულ ძალებს და პატრიოტ თვალიანს ამ დროს ებრძვიან და ამ დროს ცდილობენ მათ განადგურებას აი ეს მოცემულობა გვაქვს მიწებზე საერთოდ ხმას არ იღებს ქართული ოცნება და კიდევ რამდენი 1000 რაღაცა ხდება და რამდენი პრობლემის მოგვარებას ველოდებით. მორიგი ზარია, როგორ აფასებთ მოსამართლეთა კორპორატიულ ღონისძიებას, რომელსაც დიდი დაპირისპირება მოხდა? ილია, გამარჯობა გენეცალი. გამარჯობა. გილოცავ შილო. მეც გილოცავ. ახალწელსაც და იმ შობასაც გილოცავ. ჩემო ილია, მე მატყობ შილო რომ მე მიყვარს ძალიან მიყვარს სიმართლე. არასოდეს მხარი არა ვარ, არ მინდა. მე იმიტომ რომ მე მინდა სიმართლე საერთოდ და ეხლა ის გუშინდელი კორპორაციული წვეულება ეხლა ისე გამოიყურება აი ამ ფონზე მართლა ძალიან შეიძლება უხერხულობასაც ქმნიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა აი ამ სიტუაციაში როდესაც ჩვენ უყურებთ ადამიანები როგორ გავეშებულები არიან და გამგელებულები დაждდებენ სათითაოდ ყველას და ყველას აქვს უფლება მორხენისაც და ყველაფერი არავის არ აძლევენ იმ ხარეს რომელიც მათ არ აწყობს ეხლა პირდაპირ ეხლა თქვენ თუ მოისმინეთ ჩემო საყვარელო ილია გუშინ ვილსონის გუშინდელი კი არა დღეს გონი აი ჯონ უილსონის განცხადება და აქ ჩამობზანებული მიხაილ როთი რისთვის ჩამობზან და რა განცხადებებს აკეთებენ ჩვენზე ეს ყველაფერი არის მართული შვილო ხო უნდა მივხვდეთ ამას რომ ეს მართულია თან რომელიღაც ერთი ქალბატონი არ ვიცი რომ თუ ვაჟბატონი ვიღაცა აცხადებს რომ იმტანებს ეუბნება ამ ხელა სიბინძურეს რა რომ ჩაუფურთხეთ იმაში როგორია ეს სიტყვაც როგორი არის ნუ მაგათში უკვე ადამიანობა აღარ არის გენაცვალე ნუ დააფარებ ხელს ილია ძალიან ხო ჩემო საყვარელო მე ვერც მურუსიძეს დავაფარებ ხელს ქალბატონო ვერც მურუსიძეს დავაფარებ ხელს რომელმაც დრო და ადგილი არ იცის სად როდის უნდა იქეიფოს რა მოიტანა აქამდე ეს ყველაფერი აი განუკითხავობამ რომელიც სუფევდა თუნდაც სააკაშვილის დროს და საერთოდ რაც მოიტანა თუნდაც 80-იანი წლების შემდეგ იმ მოძრაობებმა აღარ მინდა რომ მე ყველაფერს ეხლა დეტალურად ჩაურმა და თქვა გუშინ დოიაშვილის განცხადება თუ მოგეწონათ რა ულტიმატუმებს უყენებს როგორ ეხლა ის 5 ივლისის ბიჭები შეიძლება დაჭერილი იყოს და ეს ბინძური არსებები რომლებმაც კოქტეილები ისე მოლოტოვის კოქტეილები ესწავლეს ამ ბიჭებს როგორ ახლა მე ის ბიჭები ძალიან გმირებად მიმაჩნია რომელიც ციცავენ ქვეყნის ინტერესებს ვიასე ვთვლი გენაცვალე ის პოლიციელი შვილი არ არის ის იგივე ჩვენი შვილია ხო და მე ქალბატონო აქ ობიექტურობას ვერ ვხედავ მე თქვენ საუბარში მაგათი გაბრაზების მიზეზი პატიმრობაში რო დატოვეს დიდი მადლობა მაგათი გაბრაზების მიზეზი დიდი მადლობა სრულებით არ არის ეს საუბარი ობიექტური მინდა გითხრათ თქვენ თუ ხედავთ გმირს რომელიმე პოლიციელში ისიც უნდა დაინახოთ რომ ძირს დაგდებული ახალგაზრდა რომელსაც თავში ფეხებს ურტყამდნენ ასეთი პოლიციელი გმირი არ არის თუ ის არ მოგწონთ რომ მოსამართლეებს კვერცხებს ესფროდნენ თავში და ეუბნებოდნენ ის რომ ჩაგიფურთხეო საკვებშიო არც ის მომწონს რომ მურუსიძემ სანდრო გერგვლიანის მკვლელები გარეთ გამოუშვა და სამართალი არ აღასრულა და მას შემდეგ იმ პერიოდიდან დღემდე უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს ორივე მხრიდან უნდა დავინახოთ სიმართლე ბრაზის მიზეზი გვაქვს ყველას რა მოსაწონია მურუსიძე და ჩინჩალაძე და ეს ხალხი არ დაუმსახურებიათ მათ არანაირი პატივისცემა და არანაირი სამართლიანობა არ გამოუჩენიათ ქართველი ხალხის გულებში რომ ასე დემონსტრაციულად გამოდიოდნენ და ყველას დასანახად აწყობდნენ კორპორატიულ ზეიმებს იმ მიზნით რომ აჩვენონ ყველას აი ჩვენ მაინც იმას გავაკეთებთ რაც გვინდა არავისი რიდი არ გვაქვს არავისი მორიდება არ გვაქვს არ გვაინტერესებს თქვენი აზრით ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო ყველა მოსამართლეს უზარმაზარი სახლები და სასახლეები აქვს წავიდნენ და იქ იქეიფონ
არ შეიძლება? რატო აღიზიანებენ დამატებით საზოგადოებას? მორიგი ზარია, გამარჯობა. თქვენ ეთერში ხართ, ობიექტივი გისმენთ. კარგით, არ არის კავშირი, მორიგი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი მივიღოთ, გთხოვთ რომ ტელევიზორს ჩაუწიოთ ხმა და დაიწყოთ საუბარი, როგორც კი წამყვანი მოგესალმებათ. ნუ შეეცდებით რომ საკუთარი ხმა ტელევიზიით მოისმინოთ, იმიტომ რომ დაგვიანებით მოდის ხმა ტელევიზორში. მორიგი ზარია, გისმენთ. ეთერში ვარ? ეთერში ხართ, გისმენთ. გამარჯობა, ბატონო. მოგესალმებით, ჩემო ბატონო. მე ვერ გიწმით ახლა რამდენად სამართლიანი არის ეს გამოკითხვა, რომ მოსამართლეებს და პროკურორებს უფლება აქვს თუ არა რესტორანში შესვლის და დღესასწაულის აღნიშვნის და პურის ჭამის და რა სწორი დრო უნდა შეარჩიო და დემონსტრირება არ გააკეთო, ამას ვამბობ, თორემ KP-ის უფლება ყველას აქვს. დემონსტრირება რას ქვია, კაცო, დემონსტრირება რა ის ჩაიცვან ჩადრა ჩამოიფარონ თუ როგორ მივიდნენ რესტორანში პურის საჭმელად სად არის აქ რა კანონი არის რომ ეკრძალებათ ამას მორალური საკითხებია ეს ერთი კარგით ამათ იმოქმედებას რატო არ აშუქებენ ჟურნალისტები ასეთი უხამსი და უზრდელი გამოხტომებს ოპოზიციის მხრიდან რატო ეს არ შუქდება როგორ შეიძლება რომ პოლიციას ასე მიმართოთ და ასე იმით ზიზგით და გინებით და ცუდი უწმაწური სიტყვებით რომ მიმართავენ ლანძღვით და გინებით რატომ ისინი როცა დასჭირდებათ მაშინ პოლიციას უზახიან რატო არ გვიცავთო როცა იცავენ მაშინ პირში აფუთხებენ და აგინებენ ამას რატო არ აშუქებთ აი ასეთი ორი სტანდარტით რატო ყველაფერს ვაშუქებთ აბსოლუტურად მინდა გითხრათ აბსოლუტურად ყველაფერს ვაშუქებთ არა სამხრივად ახლა სხვა თემა გვაქვს უბრალოდ და სხვა თემაზე ვლაპარაკობთ როგორც საჭიროა ხო და ბოლო უნდა დამთავრდეს ეს მოძრაობა უნდა დამთავრდეს არ შეიძლება მარტო გავამტყუნოთ ერთი მხარე მოღალატე ყოველთვის არის ყველაზე მეტი მტყუანი ეს არის ღალატის ტოლფასი რასაც დღეს ჩადიან და რასაც აკეთებენ ეს არის ღალატის ტოლფასი ესე იგი ქვეყანას მიათრევენ უსკრისკენ მადლობა თქვენს არისთვის დიახ გავიგეთ 2-388-5 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი ჩვენ არ ვამბობთ რომ მოსამართლეს პროკურორს პოლიციელს არ აქვს KP-ის უფლება მათ შორის მთავრობას გვახსოვს ხომ რამდენიმე კვირის წინ რესტორან კაკლებში იყვნენ და KP-ობდნენ პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა იმ ფონზე, როდესაც მომიტინგეები და პოლიციელები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ხომ აი ადეკვატურობის დაკარგვა აქ სამწუხარო მხოლოდ თორემ KP სწორ დროს, სწორ ვითარებაში, სწორ ადგილას ყოველთვის შეიძლება და შეუძლია ადამიანს. აქ აქცენტია იმაზე რომ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს და ამ ფონზე, როდესაც უზარმაზარი აქცია იმართება, დიდი აქცია ყოველ შემთხვევაში სპეცრაზმის გამოძახება მოუწიათ. და მაინც შენ აგრძელებ ამ მთელი ქვეყნის დასანახად KP-ს, სიმღერებს და დროს ტარებას, ცოტა უხერხული მაჩვენებელია თან ეს მოსამართლეების მხრიდან. მოსამართლე ხარ, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, მოსამართლის იმიჯს უნდა გაუფრთხილდე ზოგადად. და ასეთ ვითარებაში მურუსიძის და მისი კლანის გუშინდელი ღონისძიება როგორ შეიძლება შეფასდეს? ასეთ შეკითხვას ვსვამთ ინტერაქტივში და შეგიძლიათ გვიპასუხოთ. ყველა მოსამართლე არ იყო იქ მიწვეული, ბევრი წესიერი მოსამართლე გვყავს ჩვენ, მაგრამ აქ ხაზია გასასმელი რომ სააკაშვილის დროინდელი მურუსიძეები და მათი კლანია კვლავ წამყვანი პერსონები არიან ამ სასამართლო სისტემაში სამწუხაროდ. და ეს ხალხი მოსაშორებელია სისტემიდან. 2012 წლიდან ჩვენ ამას ვლაპარაკობთ, რომ მოაშორეთ მურუსიძის კლანი, უსამართლო მურუსიძის კლანი სასამართლო სისტემას. ზარია ეთერში გისმენთ. დაიწყეთ საუბარი, გთხოვთ, აი რა კარგად მივდიოდით, რომ ტელევიზორისთვის ხმის ჩაწევის პრობლემა არ იყო. გისმენთ. აი მე არა ვარ მხარე, არც ერთი მხარე ვარ, არც მხარეს ვარ. როგორ აგესნათ, უფრო სიმართლე, სამეგობრო, ყველა ნორმალური ადამიანი ასე არის. აი ზვიადისტების დროსაც რო იყო, რომ თუ ზვიადისტი არ იყავი, რაღაცა ისე შემოხედავდნენ რაღაცნაირად და მე მაშინაც ვეუბნები, არც ზვიადისტი ვარ, არც ისა და
რაღაცა მიყავი მხარეო და არ მინდა მეთქი ეს მხარე ვიყო. ეხლა ჩემ აზრს გაგანდობთ რომელიც არ არის მხარე. დიახ. ეხლა ახალი წლის დროს შეიძლება დემონსტრაციები ესე რომ სიმართლეს მივყვეთ. კაი, მოსამართლეს არ აქვს უფლება რომ იქეებოს ახალი წელი აღნიშნოს და ახალი წელი რო ჩაგვაშხამეს ამ დემონსტრანტებმა. ახალი წელი დაგვასვენონ რა, ახალი წელი დგება წელიწადში ერთხელ შეიძლება რომ ახალი წლის გადაიაროს ამ ახალ წელმა და მერე გამოვიდნენ ხო შეიძლება რაღაცა და მერე ის რო არის თეთრი ბაირაღები რო არის ფილმი. დიახ. იქ ლიმონა რო ამბობს შენ რომ სახელმწიფოს დავუშავეო ერთ-ერთი დამნაშავე ამბობს რა ის აგდებულად. მერე სახელმწიფო ადამიანი არ არისო ის პოლიციელი ადამიანი არ არის ის დემონსტრანტი რო ქვებს უშენს კოქტეილს შეშრის მოლოტოვი ის ადამიანი არ არის სახელმწიფო ადამიანი არ არის აი ეს მე არა ვარ მხარე და აი ქალბატონო თქვენ მხარე არა ვარ თუ ამბობთ არა და მხარე ხართ ამ შემთხვევაში საქართველოში ხედავს ამ სიმართლეს მხარე ხართ ქალბატონო ობიექტურად არ უყურებთ თქვენ ამ ვითარებას პოლიციელი არ არისო ამბობთ და დაკავებული 400-მდე ადამიანი როცემეს სასტიკად ის დაკავებული ადამიანი არ არის ჟურნალისტი რომ თავში ისეთი დარტყმა მიაყენა პოლიციელმა რომ კინაღამ მოკვდა ის ჟურნალისტი ადამიანი არ არის ობიექტურად თუ უყურებთ ორივე უნდა დაგმოთ მე მაგალითად ვგმობ პოლიციელის მიმართ ძალადობას ჩვენი მოქალაქეა და ჩვენი დადა ძმები არიან პოლიციელებიც და ის ადამიანებიც ვინც სასტიკად სცემეს ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან დები და ძმები ორივე ცუდია ის ჟურნალისტიც მიუხედავად იმისა რომ მე ამ ჟურნალისტების ნაწილს ვინც იქ დაშავდა პოზიციების კუთხით არ ვეთანხმები სრულებით არ მომწონს ეს საშინელი კადრები რაც დავინახე რაც სააკაშვილის დროს არ მომწონდა ახლა როგორ უნდა მომეწონოს და რა ვინ უნდა შეეცადოს მე რომ მომაწონოს ეს საშინელება ძალადობა მიუღებელია ვინც არ უნდა ჩადიოდეს ამას და ობიექტურად თუ გინდათ იმსჯელოთ, მაშინ ორივე მხარე უნდა დაინახოთ. თქვენ თქვით რომ მოსამართლეს არ აქვს кейფის უფლებაო, ხომ? როგორ არა აქვს, მაგრამ სწორი დრო და ადგილი უნდა შეარჩიოს მოსამართლემ, რომელიც ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს წესით და ზნეობის მაგალითი უნდა იყოს, ხვებს მაგალითს აძლევდეს. აი ეს არის სასამართლოს სახე, რასაც ახლა კადრებში ვხედავთ, რატომ მიიყვანეს აქამდე საქმე, რატომ ვერ გამოიჩინეს მეტი სიბრძნე და პასუხისმგებლობა? მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ. ობიექტივი გისმენთ. გამარჯობა. დაიწყეთ საუბარი, გისმენთ. ნუ არ არის კავშირი როგორც ჩანს, მორიგი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი შემოუშვათ ნომერზე 2. მოგესალმები ბატონო ილია ბათუმიდან. მოგესალმებით. მოკითხვა ბათუმს, აჭარას, გილოცავთ შობას და ახალ წელს. კი ბატონო. ისა ილია ეს ქალბატონები რომ რეკავენ გარუსებული ქალბატონები რომ რეკავენ ეთერში უნახიათ ის დასისხლიანებული ბიჭები ციხებში რომ ჩახარეს სცემეს დასისხლიანეს და აქეთ კიდე ციხებში რომ ჩახარეს უნახიათ em გარუსებული ქალბატონები არ გინდათ ეს ნუ არ გინდათ გარუსებული არავინ არ არის ყველას უყვარს თავისი სამშობლო თავისი ხედვები აქვს უბრალოდ ადამიანებს სხვადასხვა გვარი რა სიტყვით გუშინდელზე ქალბატონო ამ მოსამართლეების ხონისძიებაზე გაითიშა მადლობა თქვენ ზარისთვის კიდევ ერთხელ მოკითხვა აჭარას და ბათუმს მოკითხვა თითოეულ რეგიონს და ყველა იმ ქალაქს სოფელს რაიონს, რეგიონს, სადაც ჩვენ გვიყურებენ ახლა, მოკითხვა აგრეთვე თბილისის ყველა მაყურებელს თუ მსმენელს თბილისიდან. მორიგი ზარია, გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. ბატონო ილია, გილოცავთ რავალ. მეც გილოცავთ, ჩემო ბატონო. ბატონო ილია, აი მე გული მტკივა, ძალზე მტკივა იცით? აი ისეთი ხალხი გამოდიან და საუბრობენ სულ არ გამოვიდონ იმათ არც შვილი ყავთ, არც შვილი ყავთ, არავინ არ ყავთ ალბათ და ბოდიში ამ სიტყვაზე ფეხებზე სხვისი შვილი და შვილიშვილები. მე ძალიან გული მტკივა. კი ბატონო, კანონია, მაგრამ ასე ფეხებით გადავლა
პატარა არასრულწლოვანებზე და ახალგაზრდებზე როგორ შეიძლება მე ძალიან გული მტკივა ამ საქმეზე და ზოგს არ აყავთ ალბათ და სხვისი არ ანაღლებს არც შვილი და შვილიშვილი მადლობთ მადლობა თქვენ ზარისთვის 2-388-105 გახლავთ ჩვენი პირდაპირი ეთერის ნომერი ზარია ეთერში გამარჯობა გამარჯობა ილია მოგესალმებით რა იცი ეს ოცნება რა თქმა უნდა წავიდეს მაგრამ არა მარტო პოლიტიკური პარტია საჯარო მოხელეებიც უნდა წავიდნენ ისე არაფერი არ იშვილება ამ ქვეყანას პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები მაგალითად მურუსიძე ეს ხარება ნაციონალურ დღეს რო ამბობ ნაციონალები დამნაშავე იყო ხარება არ იყო დამნაშავე ესეც სააკაშვილის როინდელი კადრია სპეცრაზმის მეთაური დღეს ვინც არის ვინც ასისხლიანებდა ხალხს მე ეგენიც უნდა წავიდე ხაზ უნდა გაუსვა რომ ეგენიც არის საჯარო მოხელეები ვინც დააშავა მარტო პოლიტიკურ პარტია არ სულებს და უნდა მოვიდეს პატრიოტული ძალები მაგალითად ლეიბორისტები პატრიოტთა ალიანსი ეს ქვეყანა არის ყველას მარტო ნაცების და ოცნების არ არის იყვნენ მაგენს მაგრამ პატრიოტებიც იყვნენ ლეიბორისტებიც ყველა უნდა იყვნენ დიახ მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით 2-388-105 ვაფასებთ გუშინ თბილისში განვითარებულ ხმაურიან პროცესებს რომელიც მოსამართლეების კორპორატიულ წვეულებას უკავშირდება მორიგი ზარია ეთერში გისმენთ თქვენ ეთერში ხართ შეგიძლიათ დაიწყოთ ალო გამარჯობა ქალბატონო თქვენ ეთერში ხართ გამარჯობათ მოგესალმებით რატომ არ საუბრობთ გისმენთ გილოცავთ მეც გილოცავთ დაიწყეთ საუბარი გილოცავთ ახალ წელს რავალ დაესწარით მე ძალიან მიყვარს შვილო თქვენი ტელევიზია დიდი მადლობა თქვენ ძალიან მიყვარს და ძალიან გული მტკივა შვილო აი რას ძალიან ჩემი გულის ტკივილი უნდა გამოსვა პირველად ვარ თქვენ ეთერში მე არა ვარ არც ერთი პარტიის წევრი არც ერთი მე ვარ მშვიდობისა და ჩემი ქვეყნის მოყვარული ადამიანი ასაკოვანი ადამიანი ვარ და რა უნდა გითხრათ შვილო იცი ამასადრე ტელევიზორს სულ უყურებ ტელევიზორს და გამოვიდა ჟურნალისტი და იძახის რომ იმასო ხოსტარიასო პოლიციელი აშანტაჟებსო და ჩემი თვალით უყურები რომ ელენე ხოსტარიას დაჭერილი ყავდა ახალგაზრდა ბიჭი პოლიციელი და მხრეთში ჩავლებული ხელი და აჯანჯგალებდა და უძახდა ეს ბიჭი რომ განიში ქალბატონო ხელიო და ხელს არ უშვებდა და ჟურნალისტი გამოვიდა და ლაპარაკობდა შვილო რომ გინდა თუ არა ელენე ხოსტარიაზე ძალადოს პოლიციაო მე არ მემხრობი შვილო არ ჟურნალისტების სიმაც რა ქვია დაზიანებასა და არც მოხალხეების დაზიანებას მაგრამ რა არის ის სიმართლე უნდა ილაპარაკონ სიმართლე უნდა ითქვას პოლიციელები ცოდები არ არიან რომ გამოდიან და 1000 რამეს აგინებენ 1000-ნაირად სრიან ქვებს აქ ჩემი თვალით უყურებ შვილო ნერვიულობ იმიტომ რომ ისინი ხო ხალხი არიან და იმათაც ხო ყავთ ოჯახები შვილო და ისინი ხო სულიერი ადამიანები არიან გამოდიან ლანძღავენ 1000 რამეს უძახიან ბოლოს შეიგნო და გახსნოდ როგორა ეს მთავრობა არ იყო შვილო რომ მაშინ დასავლეთში თუ კი რამე მოხდა და თუ კი რამე კარგი იყო ამ მთავრობამ არ მოახდინა ყველაფერი ევროკავშირში ვინ იყვნენ აბა ვინ იყვნენ სხვები იყვნენ მოსულები გამოდიან და რუსებო კაცო რუსებთანაც კარგად უნდა ვიყოთ შვილო და ევროპასთანაც კარგად უნდა ვიყოთ ასია ამერიკასთანაც კარგად უნდა ვიყოთ კიდე და დავამოწოთ იქნება რა მადლობა თქვენ ზარისთვის, დრო მოგვეწურა პრაქტიკულად, ზარებს უკვე ვეღარ მივიღებთ. ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი გაბრაზებულია, ძალიან გაბრაზებულია. ისინი ადანაშაულებენ ხელისუფლებას მთელი რიგი საკითხების მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში, დანაშაულებებში ისდებენ უკვე ბრალს და ეს ამას ჩვენც ხედავთ ხომ ჩვენი ყოველდღიურობა როგორია ამ ქვეყანაში და როგორი მძიმე გახდა უსამართლოა ფასები, გადასახადები, პენსიები, საბანკო პროცენტები, ქართული მიწები იყიდება, დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს, ემიგრაციაში ხალხი მიდის, ხედავთ რომ მთავრობა თვითონ იზრდის ხელფასებს და
11,000-დან 14,000-მდე უზრდიან პარლამენტარებს ანაზღაურებას პენსიონერს 35 ლარით უმატებენ, დაგროვდა უსამართლობები, დაგროვდა და ამის გამო ბრაზი ლეგიტიმურია და ბრაზდება ადამიანი, ბრაზდება და იმიტომ გარკვეულ აგრესიას გამოხატავს. და აგრესია არ უნდა დაუპირისპიროს ხელისუფლებამ. უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციელს, სპეცრაზმელს, მთავრობას და მათი ვალია, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, სწორი ნაბიჯები გადადგან და გაანეიტრალონ ის უბედურება, რაშიც ვართ. ხომ ის პოლიციელიც ჩვენი თანამოქალაქეა, ჩვენი და და ძმა არის. ის ახალგაზრდაც და ის მომიტინგეც ჩვენი თანამოქალაქეა, ჩვენი და არის და ძმა არის და ერთმანეთში რომ ვაპირისპირებთ ამ ადამიანებს, აპირისპირებს უпростоრად ხელისუფლება, ეს მათი პასუხისმგებლობაა სწორედ და ნომერ პირველი არიან ისინი დამნაშავე ამ ყველაფერში და არა სხვა დანარჩენი. მადლობა ყველას, ვინც გვისმენდით და გვიყურებდით. საინტერესო ეთერი გამოვიდა, აზრთა მრავალფეროვნებით გამორჩეული, რაც მე ძალიან მომწონს, ეს ახასიათებს ობიექტივს. ილია ჩაჩიბაია ვარ, გემშვიდობებით 4 შაბათამდე, ხვალ ძველით ახალი წელია, პირდაპირ გადაცემები არ იქნება ობიექტივის ეთერში, არც ინტერაქტივი, თუმცა საინტერესო საახალწლო პროგრამას შემოგთავაზებთ. ახლა კი უკვე ნინო მიქიაშვილი დაიწყებს მალე საავტორო გადაცემას მემკვიდრეობა.